გამარჯობათ. ამ ვიდეოს წერ ხალხნა იმისთვის, რომ ყველამ გაიგოთ რა მოხდა. თუ ვინმე ხართ ასეთივე, რომ არ გაჩერდეთ და ხმა მოიღოთ. იმიტომ რომ ასე აღარ შეიძლება უკვე. დიდ ბოდიში ვხდით ჩემს ოჯახის წევრებს, რომლებიც ამ ვიდეოთი გაიგებენ ამ ამბავს და ვუხდი ბოდის, იმიტომ რომ გუშინ მათ მე მთელი დღე სამსახურში ვეგონე და სამწუხაროდ სამსახურში არ ვიყავი. და ასევე დიდ ბოდიში გიხდით იმ უცენზური სიტყვებისთვის, რომელსაც მე მოვიხმარ, ან დაწყებისთვის მოვიხმარ, რომ მიხვდეთ ან დაახლოებით რა შეია საქმე და დანარჩენში უკვე გაერკვევით. მოკლედ, კვირას კლუბ ვიტამინში, რომელიც მდებარეობს კუს ტბაზე. ბოდიში გიხდით. ივენთი იყო, სადაც მე მუშაობ, მენეჯერი ვარ ამ კლუბ ვიტამინში. დილა სადღაც 6 საათისკენ გავიგე, რომ ჩემი მეგობრები, რომლებიც მაკაცები არიან, ნათესავები ამავდროულად, კუს ტბის ტერიტორიაზე ზემოთ, სადაც ავტოსადგომია ფასიანი, კამათობდნენ, რელს კამათობდნენ სხვათა შობდნენ და გავიქეცი მათ კი რომ გამეჩერებინა და სახში გამეშვა, იმიტომ რომ შემონასვამები ყო და აგვეცილებინა კონფლიქტი. ზუსტად წამებში გავიქეცი მე, კიბებზე ავედი და კიბებზე როგორც კი ავედი, დავინახე პატრულის 23 წევრი, პატრულის არა, პოლიციის, იმიტომ რომ ზოგს ჩვეულებრივად ეცვა, ზოგს შავი მაიკები უკან პოლიციით ეცვა. რომელიც მიდიდი მაგათკენ, ამ ბიჭებს გავასწარი, იმიტომ მე და ამ გასტრებაში ვუთხარი, გავხედე რომ ბიჭებო, ჩემი მეგობრები არიან, ჩემი შეყვარებული მაგის ძმა რაღაცა და მე მივხედავ ბიჭებო და მივარდი ამ ჩემს მეგობრებთან. და კარგად ესენი მორჩენილი იყვნენ კამაც და ამ დროს პოლიცია მოვიდა, და ეს პოლიცია არ მოვიდა გაფრთხილებით ბიჭებო რა ხდება, ან გეყოთ ჩხუბი კუსტის ტერიტორია რაღაცა, ეგრევე შემოვარდნენ დედის გინებით, რამოდენიმე მათგანი, დანარჩენი იქით იდგა, დედის გინებით შემოვარდნენ ჩხუბით, გამოწევით ხელისკვრით და არ ვიცი, აი მადლობა ღმერთს, ეს ჩემი მეგობრები, რომლებიც ნასვამები და გაბრეზებულები იყვნენ, მიხვდნენ, რომ ესენი შარზე იყვნენ, ეს ამბავი რომ ასე არ მორჩებოდა და ეგრევე კარგი ბიჭო გავეცად რაღაც ეგრევე საროჭები გადაიცეს რაღაც და ეგრევე ერთმა მანქანა მოაყენა ეგრევე ჩასხდნენ და წავიდნენ რა ხო მივდივართ და ხო გაეთესლე და რაღაცებს ეს პოლიციელები ყვირიან მე აი დაღმართია იქ ცოტა ვინც ხარ ნაყოფი გეცენ და ამ დაღმართზე მოვიდე ნელა მოუყვები რომ კიბეები არის იქ რომ ჩავიდე რომ გადავიდე კუსტბაზე ანუ სარბენ ბილიქზე და ეს 20 ტიპი ასე გარშემო მომყოფი შეიძლება 20 არ იყო შეიძლება იყო 18 მაგრამ ნაკლები ნამდვილად არ იქნებოდა ანუ არ იყო 6 5 10 ტიპი ბევრად მეტნი იყვნენ გარშემო მომყვებიან ერთი რომელიც გორზე მომყვება ძალიან ცინიკური რაღაცებს მაძახებს მაგრამ არ უსმენ იმიტომ რომ ყველაზე ეთყობა გლავნის შემდგომი როგორც მაგათთან არის ვაფშე წინ მიბოდა და ყვიროდა რა ლურჯი მაიკაცვა რა და მიყვიროდა რა ზურგით მიდიოდა უკან და მე მიყვარებდა რომ წაეთესლე თქვენ ბოზებო მიდი ხარ თესლებო თქვენ რა მეძახი მე ვეუბნები რომ უზრდელობა არ არის საჭირო ხო ხედა რომ მივდირო ხო ხედა რომ წავიდე ხო ხედა რომ ჩხუბი არ არის მეთქი მეუზრდელები არ გაქვს უფლება და შენ ვინ გითხრა რისი უფლება გვაქვს ჩვენ და რისი არის და წაეთესლე სახში და აი უცებ ეს ცინიკოსი ვაშკაცი კაცი მამის გაზრდილი მიყვარებს და მეუბნება შენ მუტელო საწყნაროს ხარ აქ ამოსულიო და დუდუდუდუ შემაგინა და ძალიან წყნარად გავხედე და ვეუბნები, იმიტომ რომ აი ყველაზე მეტად ცხოვრებაში ცინიკურ სახეს ვერ ვიტან, ყველაფერი შეიძლება მგონი ავიტანო მაგის გარდა. ვეუბნები რომ ამ ცინიკურ სახეში ღამეში 20 ლარს გიხდიან მეთქი და აი უცებ ყოლა გაჩერდა რომ შენ 20 ლარიანი ვის დაუძახე, ვის გაბედეო. ვის გაუბედეო ამის თქმაო და ამ ხელი მკრა და ეგრევე ყელში მწვდა, იმიტომ რომ კივილი დავიწყე უკვე და ყელში მწვდა, სამწუხაროდ არ მეტყობა, მაგრამ ძალიან მტკივა ეს ადგილი, აი ეს და ეს ადგილი, იმიტომ რომ ძალიან დიდი იყო და ისე იმიტომ რომ სოლორუმში ვიყავი გუშინ, ვარ აწიწლებული კანზე, გუშინ ეგრევე ვიყავი და რაღაცები სამწუხაროდ არ მეტყობა. და ყელში მწვდა გადამაგდო ორი ტიპი რომელიც შუაში იდგა ჩვეულებრივ მაიკებით იყვნენ ერთი ზოლიანი და ერთი კუბოკრული ზედით იყო საროჭკით უბრალოდ შუაში ჩადგნენ ანუ მაშველებდნენ ხო ხედავ გაშულებთ წადიო და მე კი რამ მაშველებთ წადი მცემთ მეთქი და ანუ ამას ამ ტიპს კუბოკრულიანს თუ არ უწდები აი ფეხზე ოღონდ ზუსტად ფეხზე ორჯერ დავარტყი ხელი გამიშვი მეთქი და ტელეფონს წვდი რომ ამომეღო რომ დამერეკავ იმისთვის რომ მოეკითხათ ჩემთვის და ერთ-ერთმა იმ გონი ზუსტად იმან რომელიც გაეთესლა თავიდან მეძახდა როგორ ვედაო შენ ტელეფონის ამოღებას ეს ტელეფონი წამართვეს მიავწიხე პანიკა რომ დროზე ტელეფონი დამიბრუნე და დაურეკო ნუ განწირული ხმით მკიოდი ნუ მირთხამ და ანუ ამ ჩემს გამოგდებში რტყმაში რაღაცებში და ეს ხელები რაც მეტყობა მე ნათითურები უბრალოდ ეხა ვერ ვიხდი ჯერჯერობით სახლში ვარ და ბებია ჩემი არ მინდა მოვკლა ეს მაიკა ზუსტად ეს მაიკა მეცვა შემომახადეს ისე რომ მარტო ერთ ხელზე მეკიდა მე კი რასაკეთებ როგორ მირტყამთ მე კი როგორ ბედავთ მე კი ამას ტელეფონი დამებრუნდ კივი ვარ იმდენ ჩემეშინდა რომ ვერც ლანძღავდი ბოლოს ისევ კიოდი არ გაქვთ ამის უფლება და რაღაცებს კიოდი და
და ვიფიქრე რომ შემეშვებოდნენ რატომღაც შავთვალე ამას რომ ვწყოდი მე ორსულად ვარ ნუ მირტყავ მე და ორსულად არა შენი დედა მოვტყავ და ამ დროს აი ხელი მკრესად დაამაგდეს და ვიღაცა აი კაკას მაგროს მოვიდა ორსულად არ შენ და წიხლი ჩამარწყა რომელიც ძალიან მტკივა და მე რაღაც მომენტები ვაფშე არ მახსოვს ანუ როგორ ამაყენეს ზემოდან ქვემოთ შლაგმაუნთასაც მანქანა იყენათ როგორ ჩამომათრეს ეგ მომენტი ვაფშე არ მახსოვს რომ ხელიდან ხელში მათრევდნენ და შენახე რაც გიდან და ამ დროს ერთი სახე მახსოვს ჩემი დამლაგების რომელიც ლიკა დაუძახო ბიჭებს რომ კი დროზე დაუძახე მეთქი და მანქანაში მტენიდნენ მანქანაში ფეხები მივადგე არ ჩავჯდები არ წამო არ ჩამოკერება კაპეზე შემოგაყოდებ დედას მოგწამ ჩემ ნახე რა გიგანჯენ უზრდელო გოგო უცლავიანს განხილ მიყვნენ და მანქანაში ძალიან მტენიან და მანქანაში რომ მტენიან იქვე ვიტამინა გამოსული კამანდა რომელიც მიცნობს ორი ბიჭი მას არ ვიცნობდა ძალიან დიდ მადლობას უხდი და ძალიან დიდ ბოდის უხდი ამავდროულად გოგოს რას უშვებით როგორ ურტყამთო და ისეთ სემეს ჩემ თვალწინ ჰაერში ააგდეს და არ ჩამოაგდეს ლამის ისეთ სემეს და ერთ-ერთი რომელიც მაინც არ გაჩერდა შავმაისურენ გაგა თუ გიგი ქვია და ძალიან დიდი მადლობა ეგრევე ჩასვეს ჯიპში და წაათრიეს მე მანქანაში არ ვჭირდებოდი ძალიან პანიკა მქონდა მეორე მხრიდან მოვიდან ერთი ხელებით მტენი და ერთი აქედან ფეხებით მაწობა და შენი დიდი და მოვტყან რემდის მოძრაობ რამდენს ბედა გოგო შენ ნახე რა გიქნათ მანქანაში ჩამტენე მე არ ვჭირდებოდი მანქანაში და ნაცნობ სახეს ვეძებდი რომ ვინმესთვის მეთქო რომ ჩემ უპროსებს დაურეკეთ მეთქი და მანქანაში მოკლედ ძლივს ჩამიგეთ კარები დაკეტეს ოღონდ გვერდი მომიჯდნენ ცისფერმა ისრნენ რომელსაც პოლიცია ეძახდეს პროსტო ვინც პატრულირებს მგონი ეგეთი ტიპები იყვნენ რა ტერიტორიას ვინც ათვალიერებს და ფანჯრები აწევლი ვეუბნები რომ კლაუსტროფობია მაქვს ფანჯრებს ჩამოუწიეთ გთხოვთ კივი ნუ ბედა ვამდეს და ის ვიღაცა სულ უფროსი შავმაისურენ კარებს გამაღებ შენი დედის მუტელი მოდან რამდენს ბედა მოკეტე გოგო და მიყვერის და დავინახე რომ ჩემი მობილური იდოცინ და წავწვდი ჩემი მობილური და ავიღე და ამ ბიჭებმა გამაშვებინეს დამაგდებინეს და მეორეჯერ ვცადე იგივე იმან დაინახა უფროსმა და შემოვიდა და შენიო დედის ტრაკი მაგიდა მობილური ვაფშე იყო და გავიდა რო გავიდე იქ ამბები ხდება აქ კივი რო ვინმეს გავაგონო რომ ჩემ ბიჭებს რო გეხვეწები დაურეკეთ უფროსებს და ამ დროს ეს უფროსი ჩაჯდა და ამ დროს გაბოჭილი ვყავარ აი ხელები უკიდიათ ასე ჩემზე მადლობა თქვი რომ ბორკილებს არ გიკეთებდე შენი და მაგინებს დედას და ვეხვეწები ერთი იმას ვკიდი რომ გეხვეწებით ფანჯრებს ჩამოუწიეთ არ შეიძლება და ამ რომ ფანჯრებს ჩამოწი იმან არ ჩამოუწიო მაგის კარგის ტრაკი მოუტყო და მოკლედ და ის რაღაცებს მეკითხება რა წინეს სახელი გვარი აქ რა გინდა და ის ბიჭები ვინ იყვნენ და ნუ არ უპასუხობ არაფერს და რო არ უპასუხობ ამაზე გაცეცხლა გაბრას და კივის და ვეუბნები რომ დამარეკინე უფლება მაქვს ზარის ზარის უფლება არა შენი და მოკლედ მაგინებს შენი და რო აღარ ვაგზავნებ უკვე დედის ტრაკის გინება რომლებიც არც მსმენია ასე ჩუმად ხმა აღარ მოვიღე ჩამომიყვანეს ვაკის პოლიციაში რომელიც არის ვაკის საბურთალოს გზაზე მზიურთან ახალი შიშებიანი და იქ რო შემიყვანეს სადღაც მსვამდა მეთქი მანდარ დამსო ძალიან გთხოვთ ფანჯარასთან ეხლა მაინც ფანჯარასთან დამსეთ ფანჯარა გამომიღეს იქ ერთმა ვინც მაშველებდა მგონი მან ცადა იმის და წყალს მოგიტანა და ან წყალი მეგო პირი ძალიან მიშრებოდა და მომიტანა შუშის ჭიქით რასაც მე უპასუხე რომ თქვენი ჭიქიდან მე წყალს არ დავლე მეთქი არა სუფთა გოგოები ხმარ რომ და არ რა მნიშვნელობა აქვს პოლიციაში ნამყოფი უკვე ჭუჭყიანია და მე მაქედან წყალს არ დავლე მეთქი მომიტანეს გაყინული ბოთლის წყალი ბახმაროსი რომელსაც რა თქმა უნდა ვერ დავლები რომ გაყინული იყო, მაგრამ გამომადგა იმ ხრივ რომ მარცხენა ხელი ძალიან მტკიო და რომელიც ეხლა მტკიო, მაგრამ გუში ვაფშე თითებს ვერ მოძრავდი და დავიდა ეს და ორი ტიპი მომიჯდა გვერდზე და ერთ-ერთ ანუ ეხლა იქ სადღაც საათი ვიყავიან მეტი ან ნაკლები უკვე დრო აღარ ვიცი ცოტა არეულად შეიძლება მოყვე ერთ-ერთმა რომელმაც ვკითხა რომ რა დაგემართა მცემეს თქვა ამაზე მომიწრიალდნენ და შენთვის ხელი არც არავის არ დაუკარებიაო და მან მივხვდი რომ არაფერს აზრი არ აქვს ანუ ხო ვიცოდი რომ აზრი არ ქონა ქვეყანაში ჩვენთან არაფერს აზრი ეხლა ვწმუნდები რომ არ ვიტყვი მოკლედ იმ ბიჭთან მივიდნენ, ის ჩემთან და დაიჭირეს და რაღაცებს ეკითხებიან, ჩემთან მოვიდნენ და საცხოვრობ და არ ვპასუხობ ამ კითხვებზე. ვეუბნები რომ ხანსად, არ ვეუბნები სახელს და გვარს ხო ასეთი მაგრები ხართ მეთქი გადამიღეთ სურათი და გააძრეთ ვინ ვარ მეთქი, მე არ გეტყვით ვინ ხარ მეთქი. მოგეთ ვაიბაბლახით მოვიდნენ ჩამაბერინეს რომ თუ ნასვამი ვიყავი თუ არა, რადგან უთხარი რომ ბოთლ ნახევარი ჰეინიკენი მაგ დალეული და რა თქმა უნდა ამოგიგდებს თქვენ, რა თქმა უნდა ამოუგდო, რამდენი 0.3% ამოუგდო თუ არ ვცდები. ოღონდ ისეთ დღეში ვიყავი რომ ეს ჩასაბერი მე თვითონ ვერ გავხსენი ბოთლს თავსახურს ვერ ხსნიდი ყველა კუნთი მტკიო და ერთ-ერთი მოვიდა ზოლიან რომელიც იქ დამხვდა და ამას ამ გვერდზე ვინც მე იმას ვეკითხებოდი რა ხარ რა იქნება მიჭერთ მიშოთ ფულს ვიხდი რას ვშვები და ამას ჩარია გოგო ვლაპარაკო ნუ ერე შეუზრდელო ისედაც რამდენს ბედავ და რაღაცა მოკეთ ამას მიმალანს ხა იქ ისედაც გალანცხული და ეს ტიპები მეცხდნენ გვერდზე
და ამოუშვეს გოგო ჩემთან, რომელსაც უნდა შევემოწმებინე. და იმ გოგოს ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ეს უნდა თქვა, იმ გოგომ თქვა, რომ უკვე აღარ შემიძლია აკყოფნაო, ისე ანუ ჯერ თქვა გრაფიკის მხრივ აღარ შეუძლია აკყოფნა, იმიტომ რომ დაიღალა და მე რო შემომხედა მაშინაც თქვა, რომ აი ამის ყურება უკვე აღარ შემიძლიაო. იმავე გოგომ ჩამიყვანა და გამძინჯა და ნახა ჩემი დასინიაკებული სხეული. ამომიყვანა, ვერ მოძრაობდი, ძლივს ჩავედი. ჩემი უფროსი მოვიდა ამ დროს გიგი. გიგისთან ერთად სამ გიგი მოვიდა და მოვარდნენ ის ადამიანების სალომე და მისი მეგობრები, ვინც კუსტბაზე იმყოფებოდნენ და ყვიროდნენ, რომ გამოვუშვით ლიკა რამდენს ბედად პოლიციაში შემოვარდნენ, ამაზე შენს გინდა ჩაგაყავდოთ, ლიკას ბედღეში ჩაგაგდოთ და რაღაცებს პასუხობდნენ და ამ დროს გიგი მოვიდა და სალომეს ცხოვრო ტერიტორია დაეტოვებდნენ და სალომე გავიდა იქიდან. გიგი მისე მოაგვარა, რომ ხელწერილით გამოგვიშვეს, მადლობა, ასე მithქვათ, მადლობა მოიხადე გოგო, რომ ის კაპენზე არ გიშობ და ღამეს იქ არ გაყავდებინებთ და რაღაცეები. და ამით ძალიან დიდხანს ვიყავი და ბოლო 10 წუთის განმავლობაში დამეწყო მუცელში საშინელი მოვლითი ტკივილები, რომლებიც მკეცავდა და ვტიროდი, ისე მტკიოდა. და რომ წამოვედი, ანუ ეს ყველაფერი დიდხანს გაგრძელდა და რომ წამოვედი, სანამ ხელწერილი დაწერა, რომ მეთქი ვერ დავწერ, მართ ცაცია ვარ და მარცხენა ხელი ძალიან მტკივა, თქო და მოკლედ დამაწერინეს, რომ ვარ ლიკა კიკენი ამად ამ წელს დაბადებული, გამოვცხადები, როცა მეტყვენ, სადაც მეტყვენ და წამოვედი. მობილური დამბრუნდა, მობილური შენს უფროსა აქვს, ასე მითხრეს. რომ გამოვედი, გიგი მთხოვა, რომ ჩუმად იყავი და მომოწოდა ტელეფონი, რომელიც არის iPhone 5S გადაღუნული და ეკრანი აქვს დალეწილი. დღეს დილას გამახსენდა, როდესაც ვიხსენებ რაღაცებს, რომ ეს ტელეფონი, როდესაც მე მანქანაში ვიჯექი, არ იყო გატეხილი. შესაბამისად, ძალით შემდეგ ეს ტელეფონი აქვს გადაღუნული და დალეწილი. ბიჭებმა წამომიყვანეს კუსტბაზე, იმიტომ რომ სახში ამ მდგომარეობაში ვერ მოვიდოდი. კუსტბაზე რომ ამოვედი, დამეწყო, ან მანამდე პანიკა მქონდა, დამეწყო საშინელი მოვლითი ტკივილები, გავხდი ძალიან ცუდად დამაწვინეს და ჩემო თანამშრომელმა შიშის ფონზე გამოუძახა სასტრაფოს და სამ სასტრაფო მოვიდა და ის ტიპები, რომლებმაც მე მცემეს, ამოვიდნენ და დასხდნენ იქ. და ამოვიდა რიგითი პატრულის მანქანა და პოლიცია და ის სასტრაფო, რომელიც ჩემი ფეხების სასტრაფო ხართ თქვენ, რომ იცოდეთ. და ესენი რომ დავინახე, მენტები, რომლებიც თავზე მეძგნენ, აკონტროლებდნენ სიტყვას, რას ვიტყოდი და რას არა. მეთქი ჩვენებას არ ვიძლევი, მეთქი ვარ, ანუ პოლიცია მაშინ დაწერეს ჩვენება, რომ ვარ კარგად და თქვენ ამათ დახმარება არ მჭირდება. და ერთი ვითხოვდი, რომ დატოვეთ ჩემი ტერიტორია, ჩემი კაფე არ არის გახსნილი, დატოვეთ აქაურობა, მაგას ვითხოვდი და იმიტომ რომ იქ ნაცნობები იყვნენ და იმ ნაცნობებს არ მინდოდა გაიგოთ, რომ იქ მაგიდაზე კევას რომ ბიჭები მიღლაჭუნებდნენ, ის მენტები იყვნენ, ის პოლიციელები, რომლებმაც მე მცემეს გოგო. და მოკლედ ბოლოს დაიწერა ასეთი საქმე, რომ 20 შემდგომ გაურკვევლმა ტიპმა, გაურკვევლმა არა, პოლიციამ საქართველოსმა ჩემთვის, მაგრამ იქ ეგრეთ ჩაიწერა მცემეს, დამიტვრეს ტელეფონი და რომ გამძები დამიკავშირდება. ამოვაკითხეს ჩემო მეგობრებმა, რა ნახეს რა ამ მდგომარეობაში, წამიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ვიყავი 6 საათზე მეტი, ან 6 საათი ზუსტად არ ვიცი, რამდენი დრო ვაფშე გუშინდელი არ ვიცი, მებოდიშით. გამიკეთეს ორი გადასხმა, ამიღეს სისხლის ანალიზები, ეხოები გადამიღეს, ეს მოვლითი ტკივილები დააბრალეს უკვე დარტყმას და ნერვიულობას. მადლობა ღმერთს, ორგანიზმში ყველაფერი კარგად მაქვს, ორგანიზმში კარგად მაქვს, მაგრამ ისი არა. გავჩერდი იქ და ბოლოს უკვე ძალიან ცუდად ვიყავ და წამომიყვანეს ჩემო მეგობრებმა. ამოვიდი ვიტამინში, სადაც მეძინა, იმიტომ რომ სახლში ვერ მოვიდოდი და გვიან ჩამოვედი სახლში, რომ ჩემს ეს არ ენახათ და დღეს დილას გამომძებელი მირეკავს და ზეგ 10 საათზე მიბარებს განყოფილებაში. ზეგ, როდესაც მე დალურჯებული ალბათ არც მეტყობა, ხელებზე რას გავარ და ალბათ ცოტა ხოძე რო ვიქნები და ისე რომ მივიდე, რომ ვერაფერი ვერ დამტკიცე და ჩემ ფეხებს განახებ, რას ვერ დაგიმტკიცეთ, რა თქვენ ხართ არაკაცები, რას თქვენ გააკეთეთ, ერთი მანქანაში ის უთხარი იმიტომ მანამდე რომ თქვენ შვილები გყავთ და რომ ვიღაცა არ მყავსო და გიყოლება და ვიღაცა ჯავს იძიებს მეთქი შენ შულზე ჩემის სახით მეთქი და მე ნახავ მეთქი ეს რა შენ უპატრონო არ გეგონო მეთქი და ამ ვიდეოს ვწერიმით რომ მინდა რომ ყველამ გაავრცელოთ ეს ვიდეო მინდა რომ ყველამ გაიგოს ეს იყო ვაკის პოლიციის ბზიურთან მდებარობს იმის თანამშრომლები და უფროსი არის ერთ-ერთი როგორც ვიცი რა თუ უფროსი არა მისი მოადგილე ანუ ერთ-ერთი იყო მაღალ თანამდებობაზე დღესაც ასე მტკივა მუცელი მარცხენა ხელთან ერთად ამტკივა მარჯვენა ხელი ეს ადგილი ძალიან მტკივა ხელზე დალურჯებებს არ ვთვლი აღმოვაჩინე უკან კიდე დალურჯებები და ეს ასე არ შეგრჩებათ რა შეიძლება მე ვერაფერი ვერ ვქნა დრო გავადავიზამ თქვენი ნომერი მახსოვს AA 225 double C ანუ CC ამას
არ გაპატიებ, თეთრი მანქანა ყავდათ, სახეზე ყველანი მახსოვხარ და არ იფიქროთ, მთელი ცხოვრება მე მახსოვრებით და ამას გავაგებინებ ყველას. არ მინდოდა ჩემს ოჯახს გაეგო და ენერვილო, მაგრამ ყველას გავგებინე რანა გავიხარ და რანა გაქვეყანაში გვაცხოვრებთ. არ შეგრჩებათ ეს მართლა და ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები ყველას, ვინც ამას გაავრცელებთ. ტელევიზიას გუშინ ისე ცუდად ვიყავ, ვერ დავურეკეთ, რომ ტელევიზიისთვის მინდა და დარეკვა. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი ბოდიშს გიხდით იმ უზრდელი სიტყვებით, რაც ვიხმარე და კიდე რაც ვერ მოვყევი. აუცილებლად ყველაფერს მე ჩავწერ პოლიციაში და აუცილებლად ვიტყვი ყველაფერს, მაგრამ პოლიციას ამ გონი პოლიციას ვერ ვუჩივლი. მადლობა.